მესამედ მოგესალმებით ჩემო საყვარელო ძვირფასო მეგობრებო და მინდა გითხრათ რომ თქვენ ახლა ამ ვითარებამ არ დაგაბნიოთ პატრულის მოსვლამ და ასე შემდეგ მე საერთოდ არ შემეშინა და არ შევშინებულ ვარ მე ისევ აქ ვრჩები და ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს ჯვარზე თია უკვე მოვიდა ჩვენთან აი აქ მოგესალმებით მეგობრებო გელოდებით ხო ყველაფერი არის ძალიან კარგად ენთუზიაზმით ვართ და აუცილებლად მივალთ სასურველ შედეგამდე უფალი არს ჩვენთან არს და იყოს როგორც უკვე გითხარით რამდენიმეს უკვე კიდე ველოდებით რომ ამოვიდეს თია უკვე აქ არის არ შეგეშინდეთ მეგობრებო ძალიან კარგად და ძალიან როგორ გითხრათ მეგობრულად დავემშვიდობეთ ჩვენ ასევე როგორც პატრულს ისევე იმ ხალხს ვინც მოვიდა ამ ვითარების გასარკვევად იმ ბატონსაც რომელმაც ცოტა ხელები აეკავა მაგრამ არ აუშავს მეც ამეკავა ხელები და მე რამდენჯერმე გამარტყმევინა სახეში მინდა გითხრათ ბექა ერქვა ამ ბიჭს და არ არის ცუდი ბიჭი მეგობრებო ნუ განიკითხავთ მისი მეგობრებიც მოვიდნენ გავარკვიეთ საქმე და საქმე იმაში აღმოჩნდა რომ ეს ბიჭები იყვნენ გაურკვევლობაში და გაურკვევლობის გამო ადამიანებს ციხეში ჩვენ არ ვსვავთ ეკლესიაში შესული მოვაჭრეთაგან განსხვავებით რომ პატრულს დაურეკეს და ესაო და ისაო და თავისი ვითარება დააფიქსირაო თავისი სიტყვა დააფიქსირა ამ გოგომა საერთოდ ვერ გაიგო პატრულმა მერე რაო გესმის მერე რა ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი პოზიციაო ხო ასე რომ ჩემო კარგებო ნუ შეგეშინდებათ იმის რომ აქ რაღაცა გაურკვევლობა მოხდა ყველაფერი რიგზია უბრალოდ მამაოსი ძალიან გამიკვირდა რომ გამოვიდა ეკლესიიდან კი დამპირდა რომ გარეთ გესაუბრებითო გამოვიდა და მესაუბრებოდა კი არა და გაბუტულივით თავი იქით გაწია და მართლა გამიკვირდა თუმცა გითხრა რომ ყველაფერში მართალი ხართ ამარო 100%-ით მართალი ხარო და ვიღაცებს შეიძლება ახლა ეგონოთ რომ თავიდან მომიშორა მაგრამ სიტყვა არის სიტყვა მეგობრებო და სიტყვა თქვა მისი პირიდან გამოვიდა სიტყვა და ამ სიტყვას ძალა აქვს ასე რომ თუ თავიდან მომიშორა მის სიტყვას მაინც ძალა აქვს სულ ერთია რა მიზნით თქვა ეს სიტყვა თქვა თამარი არის მართალი 100%-ით ამ მამაოსთვის ასე რომ მეგობრებო თქვენ მაგაზე არიდარდოთ ჩვენ აქ ვაგრძელებთ საუბრებს ძალიან ჩვეულებრივად ჩვენ აქ საკეთილდღეო საუბრებს ვაგრძელებთ იმისათვის რომ საქართველოსთვის სიკეთე მოვიდეს ერთხელ და სამუდამოდ სიკეთე დაფიქსირდეს საქართველოში და სიკეთე ითესოს საქართველოში ამისათვის ჩვენ ახლა საერთოდ არანაირი აგრესიას არ გამოვხატავთ მე არანაირი აგრესია არ გამომიხატავს უბრალოდ ხმამაღლა ვლაპარაკობდი რომ ახლა იქ 50 კაცი იდგა და ყველას გაეგო ხო ეს ხო არ ვიჩურშულებდი არა აგერ მოწმია ყველა ჩემი მეუღლე და იქ ვინც იდგა რომ ადამიწყი არავის ცემა და არც ქვების სროლა ხო ზოგიერთებმა რომ დამაბრალეს იქ ნარიმანის მრევლიდან ნარიმანს ვერ აღიარებს ეგ ქრისტეთ და ისეთ როგორი ამბობს ესეც ჩემ ვიდეოს აზიარებს და ქალი რომელიც საფრანგეთიდან არ ჩამოსდა ერთხელ არ ყოფილა ნარიმანის კარზე განმიკითხავს რომ ისო ნარიმანსო ვერ აღიარებს ქრისტეთ თამარიო და ამიტომ წყალს ნაყავსო მოდი ახლა გეტყვით ერთ რამეს რა კინგ მადლობა დიდი მადლობა შენი დარიგება მივიღე და აბსოლუტურად მართლები ხართ რომ მე მშვიდად და ყველანაირად ქრისტიანულად უნდა მოვაგვარო საქმე მაგრამ როგორც ქრისტემ ვერ შეიკავა თავი ეკლესიაში რომ ვაჭრობა მიმდინარეობდა მეც ვერ შევიკავე და ხმამაღლა ვილაპარაკე ეს ნორმალურია ხო და ეხლა რა ხდება მე ამ ქალბატონს ირმა ნაცვლიშვილს მინდა გავცი აქედან პასუხი მიუხედავად ისე რომ დაბლოკილი მყავს მოვიდა ჩემთან ხმა ირმა ნუ ნერვიულობ შენ ჯობია შენს ბიტკოინებს და იმებს მიხედო იქ ხალხს რომ ხვევ მაგ რაღაცა მახინაციაში ფულის მახინაციაში და კარგი რა მიხედე შენ თავს ერთხელ მაინც მიდი ნარიმანის კარზე და ერთხელ მაინც დადექი იქ ერთხელ მაინც რაღაცა შეუსრულე ადამიანს რომელიც ითხოვს რომ ეს გააკეთეთ და ეს გააკეთეთ და თუ შენ ვერ გაიგე რომ ნარიმანი ითხოვს რომ ეკლესია უნდა განიწმინდოს და მერე დაიწყებს ის ლაპარაკს მაშინ შენ ელოდე და იყავე ლოდინის მოლოდინში რეჟიმში და ჩვენ ვიმოქმედებთ ჩემო კარგო ირმა ასე რომ ნარიმანის მრევლს მივმართავ ნუ შეშინდებით თქვენ ჩვენ ყველანი ერთად გავართ ვინც ქრისტეში გაერთიანებული ვართ და ეხლა მე ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ნარიმანი არ არის ქრისტეში გაერთიანებული ყველა ადამიანი ვინც ქრისტეშია გაერთიანებული ქრისტეს
იცნობს და ეხა ნაცვლიშვილი ირმას რა მოელანდა თავის თავში, მე არ ვიცი, ეგ ნამდვილად თავის თვითონ გაარკვიოს თავის მამაოსთან და მე გეტყვით რომ როცა მოითხოვა ნარიმანმა მოეტანა თამარს ბანანი, მიუტანე ბანანი ანბანის სახით. და მადლობელის დარჩა, იმიტომ რომ ითხრა რომ ამოიტანე ანბანი, ავიტანე ანბანი, ასე რომ ერთი საქმეც არ შეგისრულებია შენ ნარიმანისთვის და მემდებ ჩირკს, ირმა, კარგი რა, რამდენი ხანია გეხოცებოდი მე თქვი, მანდიდან ულაპარაკობ, აქ ჩამოდი და აქ ილაპარაკე მეთქი და თუ მაგასაც არ ითვალისწინებ, ეხა უკაცრავად და ცუდ დღეში ნუ ჩაიგდებ თავს, კარგი? მინდა გითხრათ ყველას, რომ ყველა ადამიანი, რომელიც არის ნარიმანთან კავშირში, არის სხვადასხვანაირად კავშირში. ხო ასიათია? თქმა უნდა. ხო, ახლა რა ვიცი. ეს რომ ნუ მოკლედ ისე როგორც ჩვევია ხოლმე, რომ ჩვენ არ ვართ ქრისტიანები, ჩვენ არ გაგვაჩნია სიყვარულის უნარი და პასუხობ კიდევაც ახლა, ანუ ყოველთვის თვითონ იწყებს კრიტიკას, თვითონ გამოდის ისეთი შეურაცხმყოფელი მოსაზრებებით და ჩვენგან ითხოვს სიყვარულს და უკაცრავად, მაგრამ მე სიყვარული სხვანაირად მესმის. ჩვენ თუ არ ვეძებთ ქრისტეს და ჩვენ თუ ქრისტესთვის არ ვიბრძვით, მაშინ მან საერთოდ არაფერი არ უნდა თქვას. იცი რა, მე დავჯდები ახლა უცხოეთში და აქ დავალებებს მოგცემ, ხო? და შენ გააკეთებ, იმ შემთხვევაში ხარ ქრისტიანი, ხო? ეგ ძალიან ცუდი მიდგომა, ანუ ვერ ვიგებ ამ მიდგომას და არც მინდა გავიგო. და მოდი რა, სიყვარულში შევეჯიბროთ ადამიანებო ერთმანეთს, სიყვარული გაუნაწილოთ ერთმანეთს და სხვანაირად, ხო? რა ვიცი, ვერც გადავრჩებით კი არა, ელემენტარული ადამიანებიც კი ვერ ვიქნებით, საუბარი ზედმეტია უკვე ქრისტეს ცნობიერებაზე. ხო. ასე რომ ჯიბრი მე უფრო კარგად მესმის და მე უფრო მეტი ქრისტიანი ვარ შენზე, ხო? ძალიან მარაზმია. ანუ ხო, ხო ეს როგორ შეიძლება ახლა მე შენზე მეტი ქრისტიანი ვარ და იცი რა, შენ არა ხარ ქრისტიანი, იმიტომ რომ ჩემ მოსაზრებას არ ითვალისწინებ და არ აკეთებ, რასაც დაგავალებ დიდი ბოდიში, მაგრამ არ მინდა ვიყო ესეთი ქრისტიანი. ხო, ნუ გასაგებია ახლა ირმა მე ვერ ხვდები რა გავაკეთე აქ არასწორი ქრისტემ რაც თქვა, რომ ნუ ივაჭრებთ ეკლესიებშიო, ის ვამხილეთ ახლა ნარიმანის წინააღმდეგ ეს ნამდვილად არ არის, ანუ ეს აქცია ახლა მე აქცია კი არა და ეს ქმედება მე რაც გავაკეთე რომ ვერ არ ამიტანა გულმა, ვერ მომითმინა გულმა რომ არ მეთქვა ეს ხმამაღლა რომ შედიხარ ეკლესიაში, ნახავ ხედავ რომ იქ ვაჭრობენ და ნამდვილად მე ვერც ერთ ეკლესიაში ვეღარ ვითმენ ამ საკითხს და ყველგან ვიწყებ ხმამაღლა ლაპარაკს. ხმამაღალი ლაპარაკი არ ნიშნავს ყვირილს, ეს არის ლაპარაკი ხმამაღლა რომ ყველამ გაიგოს რა და ნუ ურევთ ერთმანეთში ყველაფერს. და ირმა რა ვიცი მე შენ რა არ მოგეწონა, მე მგონია რომ ნარიმანი ამას მოითხოვს რომ ყველამ ვამხილოთ ეკლესია. ეკლესია რომ განიწმინდება, მე დავიწყებ ლაპარაკს, ხო ამობს ნარიმანი და შენ ვერ გავიგე რატომ მაწერებ და მაწებებ იმას რომ მე ნარიმანის წინააღმდეგ ვარ ამ აქციით, ამ საქციელით. არა, ჩემო კარგო, არა. მე გირჩევდი რომ საფრანგეთში ჯდომას და იქ მონურ სამუშაოს ჯობია ჩამოხვიდე და აქ მართლა ამხილო ეკლესიები, რასაც მოითხოვს შენი მამაო, ხო? შენი მამაო მოითხოვს იმას რომ ეკლესიები უნდა განიწმინდოს, იქ უნდა მივიდეს მკაცრი კაცი, რომელიც გაწმენს ეკლესიებს და ეკლესიების გაწმენდა რითი იწყება, ხო? იმით რასაც ხედავ რომ ამ ხელ რომ აქ არასწორობა მიმდინარეობს და აქ მიმდინარეობს ვაჭრობა მამის სახლში, სადაც არ შეიძლება ქრისტეს წესით და კანონით და ქრისტეს სიტყვის მიერ, ხო? რა ვიცი, თუ შენ მიგაჩნია რომ ნარიმანი ქრისტია, მაშინ უნდა დაიცვა ქრისტეს სიტყვა, ჩემო კარგო დაო თუ ვინც ხარ, მამიდავ. ხო და თუ არ დაიცავ შენ ქრისტეს სიტყვას, მაშინ მე ჩემზე რა ვიცი რა პრობლემა გაქვს, რა პრეტენზიები გაქვს, მე არ ვიცი. ხალხო, აი მაინტერესებს თქვენ რა პრეტენზიები გაქვთ, მე ვერ ხვდები, მე რატომ მეჩხუბებით, რამე ვთქვია აქ არასწორი და არაქრისტიანული, როცა ვამბობ, რომ ეკლესიების გაწმენდა პირველ რიგში იქ უნდა დაიწყოს, სადაც ვხედავ რომ არასწორობა ხდება. თუ არა ამ ხელ
ეს შენ მოგეკითხება უცხოთა შორის ზვიადი სიტყვებია ეს რომ ზვიადი მას ძალიან ხმამაღლა განაცხადა გამსახურდიამ თუ რას ნიშნავს როცა უსამართლობას ხედავ და არ ამხელ რას ამბობს საღვთო წერილი რას ამბობს და ასე რომ თქვენ თუ გინდათ რომ იყოთ გულხელ დაკრეფილი და იჯდეთ სახში და ვიღაცამ მოგიგვაროთ საქმე ხომ გეუბნებათ რა ნარიმანი რა რომ გაწმინდეთ ჯერ ეკლესია და მერე დავიწყებ საუბარს ხალხო გაწმინდეთ ჯერ ეკლესია და ვისელოდებით ვინ უნდა გაწმინდოს ეკლესია ვინ შენი აზრით ვინ ნარიმანი გამოვა და ის გაწმინდავს არაო გითხრა იმ კაცმა რომ მე დავიწყებ ლაპარაკს მაშინ როცა განწმინდავთ ეკლესიას როცა განიწმინდება ეკლესია ვინ გაწმინდავს ეკლესიას თუ შენ არა და მე არა და ვინმე სხვა კიდე რომელიც ქრისტეში გაერთიანებულია კარგად გაიგეთ ხალხო რა კარგად მოისმინეთ რას ვლაპარაკობ და თუ ამბიციური ვიქნები ისიც მოისმინეთ რატო ვარ ამბიციური იქნება მართებულად ვარ ამბიციური იქნება ქრისტეც ამ მართებულად იყო ამბიციური როცა დაიწყო ხმამაღლა ყვირილი ეკლესიაში ხო მე იქ აბსოლუტურად არანაირად ქრისტე არ შემიურაცხყვია პირიქით მას მიუბაძე როგორც მან გააკეთა ისე გავაკეთე მეც და ეხლა ვიღაცა თუ მეტყვის ქრისტე ხარო ბაძავ ანუ ხტებით ქრისტეს გზას გავდივარ და მეც მისნაირად მიხდება ქმედებები ასე რომ ნებისმიერ თქვენგანის ვალია რომ ქრისტეს გზა გაიაროს და ქრისტეს ნიერად მოიქცეს ხო სრულიად საქართველოს პატრიარქს ლანძღავ და აქეთ გაქვს დიდი გული და პრეტენზია ქალბატონო თუ ბატონო გოჩა სრულიად საქართველოს პატრიარქი არის ქრისტე ვის ვლანძღავ ქრისტეს ვლანძღავ უკაცრავად რა თქვენ სხვანაირად გესმით ყველაფერი რა სრულიად საქართველოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ქრისტეა ქრისტე ღმერთია ჩვენი და ეხლა შენ თუ ვიღაცა ილია მეორეს დაარქმევ ეგრე მაპატიე და ძალიან ცდომილებაში ხარ გოჩა ძალიან ცდომილებაში ხარ მართალი ხარ დაო კინგელისე იწერს მაგათ მიაჩნიათ თავები რჩეულა და სხვა ყველა ბნელად სიყვარული ლოგიკა დაფიქრება და გააზრება ვისაც შეუძლია ყველა ქრისტეშია არ შეიძლება ეკლესიაში ვაჭრობა და ვინც ამას არ იმჩნევს ცუდად აქვს საქმე ეკა აბსოლუტურად გეთანხმები დიახ იცით როგორი რაღაცა ანუ როგორ ხედავს ეგ ხალხი იცი რომ როგორ ეკლესიაში შემოხვედი და ხმამაღლა ლაპარაკობა გესვი და კაცო როგორ მე თქვი ეკლესიაში შემოვედი და აქ ვაჭრობა დამხდა მე თქვი ქრისტემ რა გააკეთა ხმამაღლა არ ილაპარაკა შენ ხო ქრისტე არ ხარ ანუ არ უნდათ დაჯერება იმის რომ თვითონ თავიანთი მოსაწესრიგებელია ის რომ ეს დახლი უბრალოდ აიღონ და გამოიტანონ გარეთ ეკლესიის გარეთ ქრისტეს სიტყვას ამითი შევასრულებ ძმაო მე თქვი ვეუბნები შენ მოდიხარ ეკლესიაში სალოცავად ხელში ბღუჯას ანთლები გიჭირავს და ქრისტეს სიტყვას ეწინააღმდეგები რომ არ ამხელ ამ ვითარებას რომ აქ დახლი იდგას ხო როგორ შეგიძლია შენ ქრისტეს ევედრო რაღაცა ქრისტეს სიტყვა არ უნდა დაიცვა მე ხომ ქრისტე არ ვარ მე თქვი რატომ არ ხარ ქრისტე რა გიშლის ხელს რომ ქრისტე გახდე რა გიშლის იმაში ხელს რომ გახდე ქრისტე რომ ამ ვაჭარ ქალბატონს უთხრა რომ ეს დახლი გაიტანოს გარეთ რა პრობლემაა რომ ეს დახლი გარეთ გავიტანოთ მითხარ ციცივია გარეთ ფეჩი დავანთოთ ცეცხლი დავანთოთ გარეთ და იქ ისე დავდგათ ის სავაჭრო ცენტრი არა ვარ მე მაგის ვაჭრობის წინააღმდეგ უბრალოდ მამის სახში არ იყოს ვაჭრობა ხო შეიძლება რომ როგორც ქრისტემ დაგვიბარა ისე გავაკეთოთ და მართლა ქრისტეს შევუერთდეთ არა როგორ მოვიდეს ჩვენთან ქრისტე როცა მაინც იმას ვაკეთებთ რაც თქვა რომ არ გააკეთოთო ქრისტემ ხო სწორედ გამიგეთ რა ყველამ და ძალიან გთხოვთ მეგობრულად და ძალიან ადამიანურად და ქრისტიანულად გამიგეთ რასაც ვამბობ იმას ნუ ეწინააღმდეგებით ქრისტეს სიტყვას მე არ ვეწინააღმდეგები ქრისტეს სიტყვას ქრისტე მე არ მითხრა რომ შეხვალ ეკლესიაში და დაინახა რომ ვაჭრობა ხმა არ ამოიღო არა მითხრა რომ ხმა არ ამოიღო კი არა ჯოხი აიღე ხელში და ისე გამოყარე ხალხიო ეს მითხრა მე თავისი საქციელებით ხო ეგრეა არა ყველამ ვიცით ჩვენ ბიბლიაც ვიცით და ქრისტეს საუბრებიც ვიცით ახალი აღთქმაც და ძველი აღთქმაც ხო ეგრეა რა თამარ სრულიად საქართველოს პატრიარქს ხო ეს ხო წავიკითხეთ სრულიად საქართველოს პატრიარქი აგერ ჩემო კარგო გოჩა ამოვედით ხალხი და ვაღიარეთ რომ არის ქრისტე უფალი იესო ქრისტე არის სრულიად საქართველოს პატრიარქი და სრულიად მსოფლიოს პატრიარქი გესმის ეს არის როგორც ანი და ჰოე ამბობს ქრისტე ვარო ისი არის რომ ის გახდა სრულიად
კაცობრიობის პატრიარქი. აღარ შეიძლება მას მერე ერქვას ვინმეს პატრიარქი. უნდა ერქვას მხოლოდ იესო ქრისტეს პატრიარქი და ის უნდა იყოს პატრიარქი. მადლობა კინგ, შობას გილოცავთ მეც, სამწუხაროდ ვერ ვარ თქვენთან, კინგი. არა უშავს კინგ, შენ ჩვენთან ხარ აი ამ გვერდში დგომით. გოჩა წერს, ჯერ ერთი მცხეთის ჯვრის ტაძარში მხოლოდ სანთელია მაგიდაზე, მეორე ზიარების საიდუმლო ხელს უშლის და პრეტენზიები ქონდა ზიარების. ვის შეუშალე ხელი გოჩა? სად შეუშალე? მე ვიდექი ჩემს ადგილზე, სადაც ის ხატი დგას, რომელსაც უნდა ვემთხვიოთ ხოლმე ზიარების წინ. მე ვერ ხვდები ვის შეუშალე ხელი, მე იქ არ დამიწყია ყვირილი, სანამ თვითონ მამაომ არ დაიწყო თავის საქმეს თუ ასრულებდა, გამოიხედა იქ საკურთხევლიდან და მეუბნება იქით გადაიწია მიშლი ხელსო. ვიდექი ჩემთვის არაფერ ხმამაღლა არ საუბრობდი მე. მარტო ვიდექი ჩემთვის. ვინმეს გაუგია ჩემი ხმა სანამ მამაო საკურთხევლიდან არ მეტყოდა რომ იქით ფარ დაასწია თან საკურთხევლიდან და ისე გამოიჭყიტეს ორივე მამაო მე კინოში ვარ. გადაიწია იქით გვიშლი ხელსო. ვიდექი ხატთან, რომელსაც უნდა ემთხვიო. წინ რომ დევს ხოლმე ხატი, რომლისთვისაც წირვა ტარდება და ხატს ემთხვევიან ხოლმე, იქ ვიდექი მე ჩემთვის. არავისთვის არაფერი არ მithქოს, ჩუმად უთხარი ამ დახლის ხალხს, რომ მეთქი ეს აქ ხელს მიშლის, როც კაპუნობს ფული თქო რა. და არ არის მეთქი ეს სწორი, რაც ხდება მეთქი ეკლესიაში თქო. დამშვიდი, ხო, ჩვენ წვიდულობთ და ვყიდით მერე. ხო და არ უნდა იყოს მეთქი ქალბატონო, მეთქი ეს ჩუმად საუბრობდი მარტო ამ ქალბატონებთან. არავისთვის ხელი არ შემიშლია მე. იქ ვიდექი, სანამ თვითონ ამ მამაომ რომელმაც მერე გვერდი ისა ცხვირი აიბზუა და აღარ დამელაპარაკა გარეთ, შიგნით კარგად ველაპარაკებოდა, საკურთხევლიდან გამოიხედა, ფარ დაასწია. წირვას აღავლენ თუ მე მithვალთვალებ ვინ ვარ და ვინ დგავარ იქ. ხო? ანუ ძალიან გთხოვთ რა გოჩა, ძალიან გთხოვთ დააკვირდით ისეთ ვითარებას როგორ მოხდა და მერე დავიწყე მე ხმამაღალი საუბარი, მეტი კი არაფერი არ გავაკეთე. მერე დავიწყე უკვე ხმამაღალი საუბარი. მინდათ ბატონო გოჩა იყოს თქვენი პატრიარქი ილია, კი ბატონო ესე გააგრძელეთ. არავინ არ გიშლით. ხო, ნუ მე ქრისტე გვყავს პატრიარქად და ამის უფლება გვაქვს. და ვაფიქსირებთ ჩვენას. ხელები ასე გადაჯვარედინება. გოჩა, შენ აქ ყოფილ ხარ. ხელები რო თია, ერთი წუთი, აი, ესე გააკეთე ხელები, რის ნიშანია იქ? ეგ ვის საპატივცემულოდ არის ანუბისის. ხო. მომისმინეთ? გოჩა, მე ძალიან გთხოვთ, ანუბისი ჩაწერეთ და როგორ ეთაყვანებოდნენ მას ისიც ჩაწერეთ რა. და აი ნახავთ რომ ხელები ესე აქვთ გადაჯვარედინება. ერთი წუთი. ჩაწეროს. აუ, ჩაწერე რა მან შენ თუ გაქვს ინტერნეტი გააქვს. აი ხა ჩავწერთ ანუბის და განახებთ ხელებს როგორ აჯვარედინებდნენ ანუბისის წინაშე და შემდეგ როგორ იღებდნენ ზიარებას. აი ეგ არის ზიარებას კი არა და როგორ ეთაყვანებოდნენ ანუბის. აი ხა მე გაჩვენებ და შენ თუ ვერ ხედავ მაგას ხო მე დაგანახებ რა. და შენ რომ ჩემს ადგილზე იყო შენს დაიწყებდი ყვირილს რა. ეს არის ანუბისი და მომიცი გერმანულად ჩავწერ მე. ერთი წუთით ეხლა ის არ გავს. ეხლა ჩავწერ გოჩა, ეხლავე ჩავწერ რა. PDF-ში ჩაწეროს ანუბისის გრიმუარები და ზუსტად ამოიკითხავს მან ყველაფერს და მიხვდება როგორ მიმდინარეობს, ანუ ეხლა რომ წირვა მიმდინარეობს ეკლესიაში, ყველაფერი რომ გადმოტანილია სოლომონის გრიმუარებიდან, ძველი აღთქმიდან. ქრისტემ ძველი გააუქმა და თქვა, რომ მე ვარ თქვენსა და მამას შორის. ასე რომ დაფიქრება უნდა ამ ყველაფერს. იუდეველობა გინდათ, კი ბატონო, ეთაყვანეთ, არავინ გიშლით.
მაგრამ ქრისტეს სახელს მიიყენებთ. ეთქობა ესენი არ კითხულობენ. არაფერს არ კითხულობენ. ეთქობა არ კითხულობენ ბიბლია. ბიბლიას არ კითხო. ერთი წუთი ელაპარაკე რა შენ ხალხს მე მოვძებნი იმ გოჩას მინდა ვაჩვენო ის ანუბისის როგორ ეთაყვანებიან რა. გამარჯობა. აი, ეხლა ყველაფერი იწერია ბიბლიაში, ხო? ერთი ბიბლია არის და არ ვიცი გოჩა მაგალითად რატო არ ესმის, რომ ვაჩუბაშ არ შეიძლება ეკლესიაში. როგორ შეიძლება? ხო? იწერია. არ ვიცი რა თქვა. ეგ გოჩა აქ ყოფილა, კითხი, აბა ერთი დაუშვი კითხვები. მე არ ვიცი კითხვა, ქართულის კითხვა არ ვიცი. არა, fragen doch mal was. უბრალოდ აი მაინტერესებს ბატონო გოჩა. Wir haben jetzt leider Piki angeschaut. Papa. სოლომონის გრიმუარები თუ გაქვთ გადახედილი მაინც თუ ღრმად ანუ გააზრებული არ გაქვთ რა. ანუ Wir haben gerade leider Piki angeschaut. ყველაფერი lernt man auch რაც was. დღეს Super. ხდება წირვაზე ზოგადად როგორც მოღვაწეობს დღეს სასულიერო იერარქია გადმოტანილია სოლომონის გრიმუარებიდან. ისევ იუდეური, ანუ ძველი აღთქმით გრძელდება ყველაფერი და სახელი აქვთ მიტარებული ქრისტიანობის, იესოს სახელს იყენებენ და ეგ ძალიან არასწორია. ია, ქართულზე გადამიყვანე რა, ეს ინგლისურზე გადახდა. ხო, ну გოჩან, მე მგონი უნდა გავნათლდეთ რაღაცეებში, ხო? თია შენთან არ მიგდებს ამას. ეთყობა შენ სხვა ალგორითმზე ხარ. Wie viel ist im Moment? მე მგონი მივაგენე. Moment. Sekunde ist Anubis. Das ist Anubis. ელემენტარული აი მუმიები თუ სადმე ნანახი აქვთ ფოტოები, ხო? ეგ რა მიხვდებით, ყველას აქვს აი ესე გულზე ხელი დაკრული, ხო? ანუ ყველაფერი გადმოტანილია ძველი და არაფერი რაც ქრისტემ დაგვიტოვა და გვიქადაგა არაფერი ისე არ ხდება. უბრალოდ ერთი ადგილი იქნებდა მე ვერ წავიკითხე. ერთი ადგილი მაჩვენეთ ან ბიბლიაში ან ახალ აღთქმაში სად დაიბარა იესომ, ჩემს მერე იქნება პატრიარქი, ჩემს მერე იქნება მღვდელი, ბერი და ასე შემდეგ. იქნებდა მე ვერ წავიკითხე, ხო და სადმე წერია. დიდი სიამოვნებით მოვისმენ. არა თია შენთან არ ვერ პოულობ შენთან მოკლედ ერთი სიტყვით გოჩა მე შენ გამოგიგზავნი პირადში აქ ჩაგიგდებ თუ გინდა თუ როგორ ეთაყვანებიან ანუბის და ვისი სადაყვანის მცემლოდ იკრავენ ხელებს აი ესე ჯვარედინად აი ესე ჯვარედინად აი ესე ჯვარედინად ხო გაჩვენებ მე შენ გამოგიგდებ ეხლა მეორე როდესაც წირვა მიმდინარეობს შენ მიდიხარ ეკლესიაში და წირვას აღღავლენ ისეთ ეკლესიაში სადაც გვერდზე ფულიც კაპუნობს ეხლა მითხარი რომელი წირვა შეიწირება ქრისტეს მიერ
იმ ეკლესიაში, სადაც ვაჭრობა მიმდინარეობს. მითხარი, შენ ეგ წირვა შეგეწირება, ეს მომისმენე მე ვუშლი ხელს, ესე იგი მღვდელს და ეგ არ უშლის ხელს, იქ რომ წირვაზე წკაპუნი მიმდინარეობს და შეწირულობისთან სულ ერთია, ხა შეწირულობიდან ფული იქ წკაპუნობს, გესმის? არა მხოლოდ წკაპუნი უშლის ხელს, ის იდეა რომ ქრისტემ ერთ დროს თქვა რომ მამის სახლში არ შეიძლება ვაჭრობა, ის არ უშლის წირვას ხელს. ანუ მე ვუშლი ხელს და წირვას ის არ უშლის ხელს. რომ იქ დახლი დგას სავაჭრო? გოჭა მითხარი რა ძალიან გთხოვ რა. შენ ხო ქრისტიანი ხარ. შენ ხო გჯერა ქრისტესი და ქრისტეს გამოწირავ. ხო? აი მითხარი. აი ქრისტე დგას აქ რა. და გეკითხება. ძმაო, მე რომ ვთქვი, რომ შევედი ეკლესიაში და ავაყირავე დახლები. რატომ არის ისე ეკლესიაში ეს დახლი? და შენ მე მთხოვ რომ შემწირო რამე, შეგიწირო რამე? გეკითხება, აი ქრისტე პირდაპირ დგას შენს წინაშე და გეკითხება რა. აი აიღებ თქვა დაუშვი რომ ქრისტე დგას და გეკითხება ახლა შენ. და შენ ეთქვი რომ ისა ქრისტე მე ვიდექი და იქ გოგო მოვიდა და შეუშალა წირვას ხელი. და კითხავს ქრისტე, კი მაგრამ იმ გოგომ თუ შეუშალა ხელი, იქ რო დახლი იდგა, იმან არ შეუშალა ხელი? ძალიან გთხოვ რა გოჩა რა. სწორედ გამიგე რასაც ვამბობ. ხომ გაიგე მამაოსგან რომ მართალი ვარ. ხო და რა გინდა ვერ გავიგე მღვდელს ეწინააღმდეგები? მღვდელმა თავის პირით თქვა ჯვარზე რომ მართალი ვარ, 100%-ით მართალი ვარ. ეხლა არ მითხრათ რომ თავის მოშორების მიზნით. ეგ ძალიან დაცემული ის იქნებოდა საქციელი მღვდლისგან, რომ თავის მოშორების მიზნით ეთქვა ეს სიტყვები. ძალიან დაცემული და ძალიან ირონიული და ეხლა რა ვიცი, თუ გინდათ ირონიულ მამაოსთან მიდიდან წირეთ და თუ გინდა მიიღეთ ის სიტყვები, როგორც თქვა, თვითონ ამ მღვდელმა მე სახელი არ გამანდო, მაგრამ მითხრა რომ შენ 100%-ით მართალი ხარ თამარ, რასაც ამბობ. შენ რას ფიქრობ მარინოს, როცა მღვდელი ამას ამბობს? როცა მღვდელი ამბობს, რომ 100%-ით მართალი ვარ, ეს ირონიულია? მე მგონი ირონიული იყო. და მე ეს კარგია მღვდლისგან? მაგარია, ხო? ხო, ესეც ირონიული იყო. ხო. თმები გაჩეჭილი გაქვს. ჩემსავე. ესეთ ირონიულად ესეთ ირონიულად ექცევიან ქრისტეს. ესე ირონიულად ექცევიან ადამიანებს. წარმოიდგინე რამდენი მოტყუებული სულია, მითვისებული სული, ამოდიან ადამიანები გონიათ რომ ქრისტესთან მოდიან და ამ დროს ჩვეულებრივ მოდიან, რა ვიცი, მხოლოდ ქრისტე არ არის აქ. ხო. ანუ ნახეთ რა არის, იცით? ანუ განა მე ვერ მივხვდი რომ მამაო ირონიულობა გაუშვა, მაგრამ მეგობრებო, მე მირჩევნია რომ მივაწერო ამ მამაოს და გამოუსწორო კუდი, რომ ეს ირონიულობა კი არ იყო, ეს იყო გულწრფელობა, რაც მან თქვა. და მე მინდა გითხრათ, რომ გულის სიღრმეში მან მართლა იგულისხმა ეს. იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს მამაოს, სხვა გზა არ აქვს. მის უკან იცით რა მხელა მაფია დგას? მან რომ დახლი გარეთ გაიტანოს, იცით რას უზავენ? გამოაგდებენ ეკლესიიდან ხალხო. მე ამ მამაოს მდგომარეობაში გან არ შევდივარ. ამიტომ მე გეტყვით რა. ქრისტეს წინაშე მან მაინც ვერ მოიტყუა. გინდა ირონიულობა დაარქვით და გინდა დაარქვით ამას რაღაც სხვა, მაინც ვერ მოიტყუა, ჯვარზე იდგა და იმიტომ. მე რო ყოფილიყავი სადმე სხვაგან, ის ვერ მოიტყუებოდა, ვერც ირონიულად და ვერც ცინიკურად. გესმით? ასე რომ ჩემო კარგო გოჩა, მიუხედავად იმისა, რომ შენ აღელდი და ნამდვილად რაღაცნაირად ვერ გაიგე ვითარება როგორი იყო და გეგონა რომ მე გიჟი ვარ ან ყვირი ვარ ან რაღაცა ხმამაღლა ვლაპარაკობ და როგორ მამალს შეეპასუხა, მე გეტყვი ერთ რამეს რა. იმას, რასაც ხმამაღლა ვამბობდი, ის გაიაზრე კარგად. აიღე წიგნი და ჩაიხედე. მართლა ესექნა ქრისტემ? და თუ მართლა ესექნა ქრისტემ და წაიკითხავ შენი თვალებით, მე უფრო ბევრ რამეს მიხვდები, გოჩა. მართლა გეუბნები რა. აი მართლა როგორც მოყვას ისე გეუბნები. მთელი სიყვარულით გეუბნები ამას.
თამარ სრულიად საქართველოს პატრიარქს ლანძღავდა ამართ. ხო, ეს ხო წავიკითხე გოჩა რამდენჯერ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სრულიად საქართველოს და სრულიად სამყაროს პატრიარქი არის ქრისტე და იესო ქრისტე არის ჩვენი პატრიარქი და უწმინდესი და უნეტარესი. ფუძინდებადების რეკონია. ბექა ზაქარაშვილი წერს იძი ნახუი ზუკნა. მადლობა ბექა, მადლობა. ძალიან ქრისტიანი ბრძანდებით. ძალიან ქრისტიანული სიტყვებია მე ეს მამაუსავით გეტყვი რა. ხო, შენ შემდეგ ბატონო ბექა. ეკა წერს რომ რეალურად სიმართლე თქვა ირონიით შეფუთულია. ეკა რა მაგარი ტიპი ხარ, უკვე შემიყვარდი. გოჩა თქვენი ილია მეორე მართლა წმინდანი გგონიათ? გეკითხებათ ხათუნა გორგაძე. გოჩა თუ რამეს არ ეთანხმებით ზიარების წესში საპატრიარქოს მიმართეთ. პატრიარქთან ვარ აქ, ქრისტე დგას ჩემთან, აი აქ ჯვარზე. ქრისტე იყო და ჩემს პატრიარქთან ვიყავი. ჩემს პატრიარქთან, ჩემს უწმინდესთან და უნეტარესთან ხმა ამოვიღე მე. გესმის? იმ მამაოს წინაშე, ვინც ვერ ხვდებოდა რომ არასწორობას აკეთებს. რა გინდა ახლა მე სხვა პატრიარქი არ მყავს მეგობარო რა. ჩემი პატრიარქი არის ქრისტე. და შენ თუ გინდა ილიასთან წადი და იმას უწერე წერილები, ოკეი? გოჩა, კინგელის ხო ეგა მისახედი ღვთის მგმობელის შემოსვა. ბიჭო, ღვთის სადმე დავგმე ღმერთი მე ხლა აქა? ჰა? გოჩა, მე მგონი ძალიან ამოტრიალებულად გესმის ყველაფერი. ღმერთის მგმობელი მე საიდან მომიტანე? მე არც ერთხელ არ შემიგინებია ღმერთისთვის. ეხლა ღმერთის მგმობელი ის არის, ვინც იესო ქრისტეს ტიტულს წაართმევს და ეგ არის ილია მეორე, რომელმაც წაართვა ტიტული ქრისტეს. და თვითონ მიიწება მე ვარ უწმინდესი და უნეტარესი და რა ვიცი ახლა შენ თუ ილია მეორის ღმერთს უწოდებ ძალიან გთხოვ რა, გამოფხიზლდი, ძალიან გთხოვ. მართლმადიდებელმა თუ რამე არასწორი დაინახა, მოწიწებით უნდა უთხრას. მოწიწებით ვიყავი, ჩემო კარგო, იქ ძალიან მოწიწებით ვიყავი. ძალიან თავს ვიკავებდი. ჯერ მას და შემდეგ იერარქს Facebook Live-ით კი არ უნდა შევარდეს ტაძარში და სასულიერო პირებთან. მინდა გითხრა რომ როდესაც ეს სასულიერო პირებს ვესაუბრებოდი, Facebook Live-ი არ მქონდა ჩართული. და მე მგონი არასწორად გესმის, ისიც ვერ დაინახე ხელში რა მეჭირა. ისიც ვერ დაინახე მეჭირა თუ არა ხელში მობილური და ეხლა რაღაცა ცილს წავեմ, ძალიან გთხოვ რა. Facebook Live-ი რო გამოვედი მერე ჩავრდე. გესმით? წირვის დროს მე Facebook Live-ი არ მქონდა. თუ არ იცი და ვერ დაინახე, იქ იყავი, მაგრამ ვერ დაინახე, მაშინ ბრმა ყოფილ ხარ ძმაო, რა ვქნა ეხლა? რა ვქნა? ბრმა და ყრუ ყოფილ ხარ, ვერც გაიგე რა ვთქვი და ვერც დაინახე რა მქონდა ხელში და რანაირად ვიდექი იქ და ყვიროდი თუ არ ყვიროდი, ისიც ვერ გაიგე და ასე რომ ჩემო მეგობარო, ქრისტეს ვთხოვ რომ ყურებიც გაგინათლოს, ისე რომ გაიგო ვინ რას ამბობს და თვალებიც გაგინათლოს, ისე რომ დაინახო ვინ რას აკეთებს. რადგან ვერ მოგაცილა მამაომ, გითხრა რომ მართალი ხარო. მერე რა, მითხრა რომ მართალი ვარ. მოცილება არ ერქვა მაგას, მაგრამ მამაომ დამპირდა რომ გარეთ ვისაუბროთ წყნარად. გარეთ გამოვედით და წყნარად არ ისაუბრა. არც წყნარად ისაუბრა და არც ხმამაღლა ისაუბრა. სასულიერო პირს დიაკონს ავტომობილის კარები არ დააკეტინა, აედევნა. ოხ, გოჩა, საწყალი სასულიერო პირი, კარები არ დავაკეტინე. და მაგარო შენ პირდა რომ გარეთ გესაუბრებიო? მე არა ვარ საწყალი? გოჩა, კარგი გოჩა რა. სასულიერო გოჩუნია, კარგი. მართლა სასულიერო პირია და თუნდაც ხედავს რომ ვერ ხარ რაღაცაში რაღაცას სწორად ვერ იგებ, ხო? წედი ახლა აქედან, იცინი რომ წედი ახლა აქედან. გაგონები დავი. უნდა გაგარკვიოს, აგიხსნას. სად ვერ გაიგე რაღაც სწორად. ანუ სიყვარულით უნდა მოექცეს ნებისმიერ თუნდაც იმ გზასაც დენილს, ხო? და არა ესეთი დაცინვით
უხეშობით და აგრესიით. სადაც რას ლაპარაკობ ვამხილე და როგორ? სადაც აგრესია, იქ ქრისტე არ არის, იქ სიყვარული არ არის ხალხო. მოიცადე ერთი წუთი, მაგას ვამბობ, შემდეგ რო შეხვედი მესანთრესთან. მესანთრესთან რო შევედი, მეგობრებო, მაშინ წირვა აღარ აღევლინებოდა. არა, იქ ტურისტები იყვნენ, ჩვეულებრივად შემოდიოდნენ, წირვა აღევლინებოდა მაშინ, როცა მე იქ ვიდექი ჩემს მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად. და რომ გამოვედი და რომ დამპირდა მამამ რომ გარეთ ვისაუბროთო, აგერ კარგად დაინახე, როგორ არ ვაკეპინტინებდი კარებს და რო არ უნდოდა ჩემთან საუბარი, ხო? ეხა რა ვიცი მე, რა ვიცი თუ თავს იბრმავებ, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ კარგად შეგიძლია ხედვაც და სმენაც კარგი გაქვს. და მე რომ შევედი მესანთლესთან, იქ აღარ აღევლენებოდა წირვა და ის ვაჩვენე რომ დახლი იქ არის ხალხს, ხო? ყავს ვაჩვენე რომ იქ დახლი დგას და ფასებით ზედ აწერია. შესაწირი არის შესაწირი და როცა ფასები აწერია, ფასები აწერია და ეს არის უკვე ვაჭრობა. არც შესაწირი უნდა იდგას შიგნით ეკლესიაში თუ გაიხსენებთ, როდესაც ქრისტე და მისი მოწაფეები აკვირდებიან ხალხი რომ ეკლესიაში შედის, გარეთ დგას შესაწირი და ქრისტე ეუბნება, აი მოხუცმაო, რომელმაც ერთი გოროში ჩააგდო, ყველაზე მეტი შეწირაო. გარეთ დგანან და გარეთ დგას შესაწირი, გესმის? გარეთ უნდა იყოს შესაწირი. ყველაფერი ფული რაც არსებობს, გარეთ უნდა გვარდებოდეს მამის სახლის გარეთ. და დანარჩენი შიგნით უნდა აღევლინებოდეს წმინდად ქრისტიანული ზიარება. ზიარება არის ის, რომ ჩვენ ქრისტეს ვეზიაროთ. ქრისტეს გავიხსენოთ, რა თქვა, ქრისტემ რა თქვა, ის გავიხსენოთ ყოველ წუთას და ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ქრისტემ თქვა, რომ ეკლესიაში ვაჭრობა არ იყოსო, რა თქმა უნდა, ვერ გავიხსენებთ, იმიტომ რომ ის ვაჭრობა გვაქვს მაინც ისევ და ისევ. საქართველოს პატრიარქს თქვენ არ აღიარებთ, ზიარების წესს თქვენ არ აღიარებთ და რა პრეტენზია გაქვთ? What? ვინ არის საქართველოს პატრიარქი? ქრისტეა საქართველოს პატრიარქი, მეგობარი, ძალიან გთხოვ რა, ქრისტეზე წინ ნუ დააყენებ ნურცერთ ვინმე ადამიანს, ნუ გიწყენს ამას ქრისტე. ქრისტე არის ჩვენი პატრიარქი. მეთანხმები რომ ქრისტეა ჩვენი პატრიარქი? ქრისტეა ჩვენი პატრიარქი და მოდი კითხვა მაქვს ესეთი, ვისთან უნდა ვეზიარო? აი, რომელი მღვდელია დღეს და რომელი მამაოა დღეს, ვინც მართლა ჭეშმარიტად ქრისტეს მოძღვრებით ცხოვრობს. რომელ მამაოს ჩავაბაროთ? როცა თავითონ ქრისტიანულად არ ცხოვრობს. მამაები, რომლებიც შეკრულები არიან უშიშროებასთან, მამაები, რომლებიც უმეტესი ნაწილი მამათმავალია, მამაები, რომლებიც სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ გამართული ახალგაზრდა მრევლ ქალებთან, მამაები, რომელიც მიცვალებულს პანაშვით არ გადაუხდიან, თუ მინიმუმ 150 ლარი ფული არ გადაუხადე. მამაო, რომელიც 600 ლარის ნაკლებ ჯვარს არ დაგწერს. ანუ ვის ჩავაბარო აღსარება და ვისთან ვეზიარო? მირჩიე. მამაო, რომელიც ვერ ხედავს რომ ეკლესიაში არ უნდა აღევლინებოდეს ვაჭრობა, იმასთან ჩავაბაროთ და იმის ნაზიარები მივიღო? აი ვისთან? გოჩა, ძალიან გთხოვ რა. შენ ძალიან ფარისეულურ იმაში ხარ. სარწმუნოებაში ხარ. შენ შედიხარ ეკლესიაში, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტემ დაგივა. აი მე ახლა ჩავიხუია, იმიტომ რომ ეგ ჩემს წინ არის ერთი ფაქტი, რომელიც არაქრისტიანულია და მე ვამხილე ეს და შენ მეუბნები რომ არ აღიარებო. პატრიარქი ილია მეორე კი არა და იესო ქრისტეა, მეგობარო, ეს როგორ დაგავიწყდა შენ? როგორ დაგავიწყდეთ ხალხო, რომ საუკუნოდ და ყველა დროის პატრიარქად ავიდა ქრისტე ჯვარზე და გახდა ყველას პატრიარქი. თქვენ როგორ დაგავიწყდეთ ეს? არ წაგიკითხავთ თქვენ? არც ძველი აღთქმა და არც ახალი? ძალიან გთხოვ რა, ძალიან სწრაფად შეგაცდინეს შენ, როცა გეუბნებიან რომ ილია არის შენი პატრიარქი. ქრისტე არის შენი პატრიარქი, მეგობარო, ქრისტე. იცოდეს და იმახსოვრე. და ქრისტეს ზიარება ხდება ასეთი წესით, რომ მე ვეზიარე ქრისტეს დღეს. როცა ვთქვი, რომ ქრისტეს სიტყვა დაიცავით, ხალხო. ქრისტეს სიტყვა უნდა დაიცოთ, ეს არის ზიარება. შენ რომ შეხვალ და ყველაფერს ისე დაინახავ, როგორც ქრისტემ დაგიტოვა.
წვალებლები გახდნენ, წვერის ტარება ცხვენიათ, ბარეორს გაპარსულები დადიან. King. ეკა, სანთლით საძიებელია და თითზე ჩამოსათვლელია ნამდვილი ქრისტეში მყოფი სასულიერო პირი. კი, ეკა, კი, ეგრეა ნამდვილი. ყველა მოიშორეს და მე მინდა გითხრათ, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ბრძოლები ქონდა ეხლა ამ მამაოს, ვინც დაამპირდა, რომ მამას გამოვასწორებდო, მე გადავეხუე მამაოს და უთხარი, კი, მამაო, ყველაფერი გამოსწორებადია. მე გამიხარდა, რომ თქვა მამაო მეს. იცით რა მხოლოდ შინაგანი ბრძოლები დავინახე მე ამ მამაოში, არ ვიცი სახელი, მაგრამ ძალიან დიდი შინაგანი ბრძოლები დავინახე. და რა, ვერ მომერეოდა თუ რა, კარებს ვერ მიმიხურავდა, გადამიშვიდა. ქალის ძალას, კაცის ძალა ვერ მოერეოდა, მაგრამ ვერ დამიხურა კარი, იმიტომ რომ იცოდა რომ მართალი ვარ მე. და საბოლოო ჯამში, თუნდაც ფარისევლურად თუ თუნდაც ირონიულად შერაცხა ეს შეფუთა, მაინც სიმართლე თქვა, რომ 100%-ით მართალი ვთქვი შიგნით, რაც ვთქვი. 100%-ით მართალი, განა მართალი, მარტო 100%-ით მართალი, გესმით? გოჩა, საქართველოს პატრიარქს თუ არ აღიარებთ, ესე იგი სინოდს და ეპისკოპოსებსაც არ აღიარებთ. ჩემო კარგო გოჩა, სინოდმაც და ეპისკოპოსებმაც უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ საქართველოს პატრიარქი იყოს ქრისტე და არა ილია მეორე. ჩემო კარგო გოჩა. ასე რომ სინოდის წევრებს მივმართავ ახლა, თუ რამეს არასწორს ვიძახი, ღმერთმა შეგინდოთ თქვენ, რომ ვერ აღიარებთ იმას, რომ ქრისტე არის ყოვლად საქართველოს პატრიარქი და უწმინდესი და უნეტარესი და არა ილია. მღვდლებს ლანძღავდა ჩემი რჩევაა დატოვოთ ეგ წმინდა ადგილი. ყველაფერს აქვს საზღვარი. დემონსტრაციაზე ყოფნა თუ გინდა პარლამენტთან მიბრძანდი, დატოვეთ ეგ ადგილი. შენ მოდი აქ გოჩა, შენ მოდი აქ, ჯობია აქ იყო, ვიდრე სადღაც მანდიდგე და მე მაგდებდი აქედან. მოდი აქ, მოდი, თვალებს შავხედე და ისე მელაპარაკე. რატო არ მოხვედი ჩემთან, აქ ყოფილ ხარ? რატო არ მოხვედი, რატო არ მელაპარაკე? აქ რომ მე მესიჯები. ეხლა ბრძანების ნიშნები, წითელი ბრძანები. მოდი აქ ვარ, აქ ვდგავარ. ესეთი საღამოს და აქ რომ მუსლიმანებს ხო. ჯვარზე პირდაპირ გაშლილი რო აქვთ თავიანთი კოვრიკები და რო ლოცულობენ და მუსულმანურ ლოცვებს რო აღავლენენ, დაგვეხმარეთ ბატონო გოჩა. ქრისტიანებს შეგვარგეთ ჩვენი ქრისტიანობა. ხო. მუსულმანები აღარ გჭირდება აქ რა. მობრძანდით და დაგვეხმარეთ. თუ ესეთი გულწრფელი ქრისტიანი ხარ. ხო. ასე რომ ჩემო კარგო გოჩა. ქრისტიანული წირვა აღელვინება საღამოს მუსულმანური. გირჩევნია მართლა თიამ რაც თქვა. მუსულმანები რო ამოდიან აქ 12 საათზე და ლოცულობენ, ისინი გაყარო აქედან, აქ იდგე ჩვენთან ერთად და აქ უყურებდე რა ხდება აქ ჯვარზე, როცა თქვენ არ ხართ აქ. ხო და საქართველოს პატრიარქი ქრისტე რომ აქ დგას, აქ მოდი და აქ ეთაყვანე მას. გესმის? შენი მთლიანი სინოდიანად. არ მეშინია მე სინოდის წევრების, მოვიდნენ აქ ყველა სინოდის წევრს სიყვარულით მივიღებ და გავესაუბრები ყველა საკითხზე. შინაგანი ბრძოლები ბევრს საეკლესიო პირებს ექნება. მედია კი ეგრია და მე დავინახე ამ ადამიანში. იცი რა, გულით ვიგრძენი მე ეს ადამიანი. ჩემსა და მას შორის რომ გულითადი საუბარი გაიმართა, გამარჯობა. მოგზანდით. გაიმართა ეს, რა თქმა უნდა, ეხლა მე ვიგრძენი, თქვენ ვერ იგრძნობთ, იქ არ იყავით თქვენ. ხო და ასე ჩემო კარგო. კარგი, თქვენ როგორ გძანდებით? ნახეთ ლაივი? თქვენ ნახეთ ლაივი, ხო? ეხლა ვართ ლაივში ჩვენ და ვსაუბრობდით ზუსტად ამაზე და ერთ-ერთი ბატონი გოჩა რომელიც ამ საკითხს შეესწრო, მეუბნება რომ წადი აქ ამ ადგილიდან დატოვე ეს ადგილი, ჯობიაო, შენ პატრიარქს ვერ აღიარებოდა, ზიარებას ვერ აღიარებოდა. მე ვეუბნები რომ ჩვენი პატრიარქი არის ქრისტე და ჩვენი მე ჩემი მეფე ქრისტეა, ეხლა ჩემი წინამძღვარი ქრისტეა და ეხლა შენ თუ გინდა ყავდეს ილია. მე შენ სრულად თავისუფალი არჩევანი გაქვს რა შენ. გოჩა, აბსოლუტურად მე არ შეგეწინააღმდეგები მაგაში. შენი პატრიარქი თუ გინდა რომ იყოს ილია, იყოს ილია. მოკლედ, ეხლა ჩვენ შემოგვიერთდა სტუმარი, მე ვკითხავ ჩვენ სტუმარს, სურს თუ არა ლაიფის გაგრძელება ჩვენთან ერთად, სიტყვის თქმა თუ არა და დაგემშვიდობებით მეგობრებო და
რასთან დაკავშირებით? ეკლესიის მხილებაში. ეკლესიის მხილებასთან დაკავშირებით სულ გინდათ გსურთ ხომ? აი მე ბატონი მერაბის ერთადერთი ქალბატონია, რომელმაც თავისი აზრი გამოხატა და ამ ხელს ეკლესიას იმ არასწორ ქმედებებში რა არასწორ ქმედებებსაც ჩადიან ჩვენი საპატრიარქოდან დაგეგმილად მიზანმიმართულად ეს ყველაფერი ხდება ეკლესია უფრო სავაჭრო ცენტრებად აქვს მამაოების გადაქცეული არა ღვთისმსახურებლად კიდიან სანთლებს კიდიან მირონს და ყველაფერს რა ვიცი რამდენი ერთი თქვა რამდენი რა შევეხო კიდე თქვენ თვითონ კარგად ხედავთ აბა ჩახედეთ თქვენ იქნებ ჩვენ ვცდებით კაცო ჩვენ ას კი არ გახვდეთ თავზე იქნებ თქვენ თვითონ ჩახედოთ და გვირჩიოთ სწორი მიმართულება და გამოყვებით თქვენც თუ სწორ დავინახავთ თქვენ ქმედებას და თქვენ მიმართულებას არავის წინააღმდეგი არა ვართ ჩვენ ვართ გვინდა მართლმადიდებლობა გვინდა ეკლესია რო დაიბნოს თავი პირვანდელი სახე როგორც შეეფერება ქართველ ქრისტიანს და მართლმადიდებელ ერს და ხალხს ეს არის მე ჩვენ არავის წინააღმდეგი არა ვართ ჩვენ ვართ სიმართლეს მხარეს და ჩვენ ასე ვგონია თქვენ თუ არ გონია ჩვენ რო სიმართლეს მხარეს თქვენ აგვიხსენეთ თქვენი პოზიცია და იქნებ თქვენ გამოყვეთ არა ვარ წინააღმდეგი მე ამიხსნეს რომ ყველა ეკლესიაში ვაჭრობენო და რაღაცამაინც ჯვარში არ ვივაჭროთო და მე ვუთხარი რომ არც ერთ ეკლესიაში არ უნდა იყოს ვაჭრობა და განსაკუთრებით ჯვარზე არ უნდა იყოს ვაჭრობა მეორე გასათხოვარი გოგო უკვე ანუ სასიძოთ ეძლებენ მამაოს წარმოგიდგენიათ იმიტომ რომ ფინანსურად ყველაზე გამართულები არიან ყველაზე დაცულები არიან და აღარ ეძებს უკვე ცოტა ისეთი ინტელექტუალურ და შემდგარ პიროვნებას. მამაოზე უნდათ გათხოვება. ხო. წარმოიდგინეთ, რადონემდე დავიდა ადამიანების აზროვნება და სად ვართ? ეხლა გეტყვით სად ვართ. გოჩამ შენ რო თქვი რომ მამაოები არ წერენ ჯვარს და არ ნათლავენო ფულის გარეშო, გოჩამ გაიგო რომ ჩვენ ვუარყოფთ ამეებს, გესმის? არა გოჩან, ძალიან გთხოვ რა, ესე იგი შენ მოსმენის უნარიც არ გაქვს ბოდიში რო გეუბნები. მეუღლის მამიდა რო გარდაიცვალა, მინდოდა პანაშვიდის გადახდა, დიდუბეში მივედი მამაოსთან და იქ მესანთლე ქალთან მომიწია გასაუბრება და მეუბნება, თუ გინდა რომ პანაშვიდი გადაუხადო ცალკე, 150 ლარია უნდა გადაიხადო. შენ თუ დასწრება გინდა ამ პანაშვიდზე, კიდე 30 ლარი უნდა დაამატო და გაოცებული შევხედე ამ ქალს და რა გაგიკვირდაო? ჩვენ კიდე დაბალი ფასები გვაქვს. აბა გადადი მაიაკოვსკის ბაქში რომ სალოცავია და იქ რამხელა ფასებიაო. ანუ მარაზმი იქნებდა არა მაქვს მე ეს 150 ლარი რომ პანაშვიდი გადავიხადო მიცვალებულს. ფულით საზღვრავ პანაშვიდის გადახდას ჯურის წერა როგორ შეიძლება 600 ლარიდან იწყებოდეს რაკნას იმ გაჭირებულმა ანუ ვისაც ფინანსურად გამართული არ არის იმ წყვილმა ვისაც 600 ლარი არ აქვს ჯვარი არ უნდა დაიწერონ სირცხვილია ხალხო სირცხვილია ნამდვილად და გოჩა ნახე მერე და თუ რაიმე შეცდომას ხედავთ Facebook-ზე კი არ უნდა გაიჩეს ეგ საქმე გოჩა მე Facebook-ზე სანამ მივიდოდი აქ ვიყავი და შენსაც ყოფილხარ თურმე და რატო არ მოხვედი ჩემთან მე ვერ ხვდები აქ Facebook-ზე რატო მირჩევ საქმეს მართლა რა აქ ვიყავი და მოსულიყავი ჩემთან აქ ვდგავარ ეხლაც რატომ წახვედი ხო და თუ რამე არ მოგწონს ჩემთან მოსულიყავი ჩემთან და პირისპირ გესაუბრა ანუ რაღაცა უცნაურად ატრიალებ ყველაფერს რა ბოდიში მამაო იყო თუ ბერი იყო და სიმართლე თქვა, ყველა განდევნეს ეკლესიიდან და ყველა მოიშორეს. აი, საშინელებები გაუკეთეს ხალხს და მამათმავლები და ეს ფულისტები იცოცხლე. ყველა გაფეტიშებულები არიან და მოდი რა სად არის აქ ქრისტე მითხარით ხალხო, ვეძებ ქრისტეს და მაპოვნინეთ. ხო და ნუ მოკლედ ჯერ ილიას უნდა მიაკითხო და ილიასთანაც არ შეგიშვებენ, გესმის? ასე რომ მეგობრებო, არიან ქრისტეს მართლა გულით ჭეშმარიტად ქრისტიანები და ჭეშმარიტად მართლმადიდებლები არსებობენ ამ ქვეყანაში და ახლა იხილავთ ვინ არიან ჭეშმარიტად მართლმადიდებლები და რამდენი არიან ეს ჩვენ საქართველოში.
გოჩა წერს, მე ის ვთქვი, თუ საქართველოს პატრიარქს არ აღიარებ, არც ესე და მე კიდევ ერთხელ გიპასუხებ ამაზე გოჩა, საქართველოს პატრიარქი და უწმინდესი და უნეტარესი არის ქრისტე, იესო ქრისტე. და შენთვის არ ვიცი ვინ არის. მე ვაღიარებ, რომ არის იესო ქრისტე. მე საქართველოს პატრიარქსაც ვაღიარებ და უწმინდესსაც და უნეტარესაც ეს არის იესო ქრისტე და რამდენჯერ უნდა მითხრა, ხა ვერ ხვდები. იმდენჯერ გეტყვი, რამდენჯერაც შენ მკითხავ. ჯვარს ხომ ისინი წერენ, ხომ ისინი ნათლავენ. ვინები ნათლავენ? ილია ნათლავს და ილია წერს. ჩემო კარგო, კარგად გაერკვიე მაგ საკითხებში. ღმერთო გვაპატიე გვიშველე, ამბობს კინგი. შვილები გადაგვირჩინე. ამინ, კინგ. მეგობრებო, ერთი სიტყვით თუ ვინმეს რამის თქვა გინდათ ჩემთან, საქმის გარჩევა გინდათ, მობრძანდით აქ ვარ, აი ამ ჯვარზე ვდგავარ და მანქანაში ვარ, აი იცნობთ საცხოვრებელ მანქანას, ეხლა ერთი დგას მხოლოდ აქ და იცნობ და მომიკაკუნეთ კარზე. გოჩა, გელოდები, მანქანა ყავს, როგორც ჩანს, მანქანით ამოხვიდოდი და შეგიძლია მობრძანდე, აი აქ ლაივში ვისაუბროთ. ესე Facebook-ით რო არ ვისაუბროთ, ლაივში ვისაუბროთ ძმაო. გესმის? უძლიერესი ქალი ხარ, ნეტა იცოდე რამდენი გეთანხმება, მაგრამ ვერ ბედავენ ხმის ამოღებას. ხო და გაბედავენ, საქმეც მაგაშია რომ ქრისტემ გააბედინა ყველას ხმის ამოღება და ჩვენ ქრისტეს უნდა დავემსგავსოთ და გავხდეთ ქრისტეები, თორე აბა ეხლა რისთვის მოვიდა ქრისტე, ხო? ისევ იმ ჭაობში ხო არ ვიჯდებით, სადაც ვიჯექით მანამდე. ვინც გვარგატეკეთებულმა მღვდელმა მოავლინა, ის თავიდან უნდა მოინათლოს. გადაკეთებულმა მღვდელმა მონათლა, ის თავიდან უნდა მოინათლოს. ყველა ინდოირანელი მღვდელი არის სატანა. მიცვალებულს პარაკლისი რომ გადაუხადეს მღვდელმა, იქ თავიანთი სტავკები აქვთ. გვიყვარდეს არ გძულდეს. მე არ ვიცი, რატომ ვერ დაინახეთ ჩემში სიყვარული, როცა ვთქვი რომ ქრისტეს სიტყვას ვიცავ. და ჭეშმარიტად ქრისტეს სიტყვას ვიცავ. რატომ ვერ დაინახეთ ამაში სიყვარული? მარტო მამაო იქ წირვას რო აღავლენს არასწორად იქ არის სიყვარული? ჯერ ეგერთიც მამაო როცა ეკლესიაში შევა, ისეთ ეკლესიაში სადაც ვაჭრობა არ უნდა აღავლინოს წირვა ლოცვა. უნდა თქვას რომ ჯერ აქედან მოაშორდეს მამონას დახლი. და მერე უნდა დაიწყოს წირვა ლოცვა. მიხვდა მაგ მამაომ და კი თქვა რომ მოვაგვარებთ მაგ საკითხსო. გულით გეუბნებით რომ გულით იგრძნო ამ ადამიანმა, რომ მართლა ჭეშმარიტად ვეუბნებოდი და ვამხელდი. ახლა მე მგონი საკმარისად ვთქვი ჩემი სიტყვა და დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ უნდა დავტენო ისევ ჩემი ტელეფონი ბევრ ბატარეას მოითხოვს ვერ მოვასწარი ნორმალურად დატენვა. ჩემო კარგო გოჩა აგელოდები. აბა